ანდრო ჭიჭინაძის, სონის ცხადაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ 9 პირის პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით განახლდა და ეკითხა პროკურატურის ორი მოწმე დასუფთავების სამსახურის თბილსერვის ჯგუფის თანამშრომელმა იოსებ მამალაშვილმა აქციების პერიოდში მათი სამსახურისთვის მიღებულ ზარალზე ისაუბრა. ადვოკატებმა პროკურორის შეკითხვები გააპროტესტეს, როგორც შედათ თუთბერგზემ განაცხადა, მოწმე ფაქტის შემსწრე არ ყოფილა და ტელევიზიით ნანახთან დაკავშირებით იკითხებოდა, რაზეც პროკურორმა განმარტა, რომ თუ დაცვის მხარეს აქვს ტელევიზიით ნანახზე შეკითხების დასმის უფლება, იგივე ბრალდების მხარესაც უნდა შეეძლოს. დღეს დაიკითხა საფრთხო პოლიციის თანამშრომელი მზია ძერაძე, რომელმაც განაცხადა, რომ 29 ნოემბერს აქციაზე მყოფი ჯგუფების მიერ ორი სატრანსპორტო საშუალება შკოდა დაზიანდა და ზიანმა 14000 ლარზე მეტი შეადგინა. მანაც მიუთითა, რომ დაზიანების ფაქტი ტელევიზიით ნახა, რაც ადვოკატებმა გააპროტესტეს. დასვრის მხარის პოზიციით მოწმე ფაქტის შემსწრე უნდა იყოს და ტელევიზიით ნანახზე მისი ჩვენება არა რელევანტურია. დღესვე პროკურორის განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლების დაკითხვას გეგმავდნენ, თუმცა სხვა ღონისძიებაში მონაწილეობის გამო ეს ვერ მოხერხდა. ადვოკატებმა ბრალდების მხარე პროცესის გაჭიანურებაში დაადანაშაულეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში დაზიანდა მათი ავტომობილები, თუმცა რა ვითარებაში დაზიანდა, ვინ დააზიანა არ იციან. და ანალოგიურად დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმაც იგივე განაცხადა, რომ რა ვითარებაში დაზიანდა არ იცი და ვარაუდობენ, რომ აქციის მონაწილეების მიერ იქნა დაზიანებული ეს საგნები. თუმცა კონკრეტულად ამ ბრალდებულებს ვერავინ ხელს ვერ ადებს, იმიტომ რომ ფაქტის შემსწრები არც ერთი არ არის. მე-7 თვიადის უკვე მოდიან მოწმეები, რომლებიც ვერ საუბრობენ, რომ შეესწრენ კონკრეტულ ფაქტს, იმიტომ რომ არც ერთი მათგანი ფაქტს არ არის შემსწრული, ასევე ასეთი მათგანი არ ადებს ხელს ანდრო ჭიჭინაძეს ან რომელიმე სინდისის პატიმას, ისინი ამბობენ, რომ არც ერთი მათგანი არ უნახავთ და უბრალოდ ასახელებენ კონკრეტულ რიცხვებს, რომელიც აისახა ბუღალტრულად. თუმცა ასევე მანდაც არის პრობლემა, იმიტომ რომ ეს ბუღალტრულად უშუალოდ ამ ადამიანებს არ აუსახავთ, უბრალოდ სამსახურმა ასახა და ესენი როგორც წარმომადგენლები, ისე არიან წარმოადგენლები სასამართლოს ხომებს.